ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. შეხვედრები ევთოს გენერალურ მდივანთან ოპოზიციაში უთანხმოების მიზეზია. დღეს ფერიდუნ სინინოღლუს ნაციონალური მოძრაობის ლელოს და გახარია საქართველოსთვის წევრები შეხვდნენ. დიალოგზე უარი თქვა კოალიციამ ცვლილებისთვის. გვარამია ჯაფარიძე ხოშტარიას ერთობაში აცხადება, რომ მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა. რატომ შეხვდნენ ოპოზიციის წევრები ევთოს გენდივანს, როდესაც 2 დღეა აცხადება, რომ ის საქართველოში არ უნდა ჩამოსულიყო და მისი ვიზიტი უმნიშვნელოა. ეს არის კითხვა, რომელიც დღეს ოპონენტების მისამართით მმართველ გუნდში დაიცვა. კეთი ზანთარაი აშუქებს ვიზიტს, ის კურიერს უერთდება. კეთი, ეთერში ხარ. ევთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციას, რომელიც ამ შეხვედრაში მონაწილეობდა, განმარტებების გაკეთება მოუწია და გარკვეულწილად თავის მართლების რეჟიმშიც კი იყვნენ, თუ რატომ შეცვალეს პოზიცია და იმ 2 დღიანი კრიტიკის შემდეგ რა მიზნით შეხვდნენ ევთოს გენერალურ მდივანს. 2 დღის განმავლობაში, როდესაც ევთოს გენერალური მდივანი მაღალი რანგის შეხვედრებს მართავდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პირველ პირებთან, პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ოპოზიცია ამის გამო აკრიტიკებდა ევთოს მაღალი რანგის თანამდებობის პირს და ამბობდნენ, რომ სასურველი იქნებოდა ეს ვიზიტი საერთოდ არ განხორციელებულიყო. დღეს ნაციონალურ მოძრაობაში თქვეს, რომ ისინი ამ პოზიციაზე რჩებიან და თინა ბოკუჩავა მაგალითად თქვა, რომ სწორედ ეს პოზიცია დაუფიქსირა მან ევთოს გენერალურ მდივანს. შეხვედრაზეც რაც შეეხება ლელოს, ბადრი ჯაფარიძე იყო დღეს ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი. ის აცხადებდა, რომ გარკვეულწილად არ იზიარებს მისი პარტიის წევრების განცხადებებს და შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ევთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ეს არის რუტინული ხასიათის, ტექნიკური ხასიათის და უფრო მეტიც ის ამბობს, რომ დღევანდელი შეხვედრით არის კმაყოფილი. ეს იყო რეგიონში რეგულარული ვიზიტი, საქართველოს არის ევთოს წევრი. ევთოს წარმომადგენლობა რეგულარულად ეწევა რეგიონს, სომხეთს, საქართველოს. ამ შემთხვევაში საქართველოს რამდენადაც ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. ეს არის დიდი გამოწვევა უსაფრთხოებისადმი და ევროპის უსაფრთხოებისათვის არის დიდი გამოწვევა, ამიტომ რეგულარული ვიზიტი იქნება. ჩვენ კვლავ რჩებით ბუნებრივია იმ აზრზე, რაც გაუზიარეთ, მათ შორის ევთოს გენერალურ მდივანს, რომ ნებისმიერი ამგვარი საერთაშორისო ვიზიტი აძლევს შესაძლებლობას სამთავრობო პროპაგანდას, რომ ვიზიტი გამოყენებული იქნას მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით. ეს წუხილი, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ შორის ბატონ გენერალურ მდივანსაც ძალიან ღიად გავუზიარეთ, იმიტომ რომ ამაში დასამალი არაფერი არ არის და არავის სურს არც ბატონ სინინოღლუს, რომ ინსტრუმენტალიზებული იყოს მერწმუნეთ ეს მცდელობა ხელისუფლების მხრიდან ნამდვილად ჩავარდა. თინა ბოკუჩავა, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი, გიგი წერეთელი, სწორედ ეს 4 ოპოზიციონერი წარმომადგენელი შეხვდა ევთოს გენერალურ მდივანს. დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა რონდელის ცენტრში მათთან შეხვედრა. ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც პირველი შეხვდა ევთოს გენერალურ მდივანს, იყო გიორგი გახარია, თუმცა ის დამოუკიდებლად შეხვდა, ინდივიდუალურად შეხვდა ევთოს გენერალურ მდივანს. და ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. გარკვეულწილად ბოიკოტის რეჟიმში დარჩნენ კოალიცია ცვლილებისთვის წევრები, მათ პროტესტის ნიშნად არ მიიღეს დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა და ამასთან დაკავშირებით გააკეთეს განმარტებაც. ამ კოალიციაში აცხადებენ, რომ საკითხები, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი იყო, არ იყო დღის წესრიგში ევთოს გენერალურ მდივანთან. ისინი ამბობდნენ, რომ გეგმაში და შეხვედრების სიაში არ იყო ოპოზიციასთან შეხვედრა თავდაპირველად გაწერილი, ასევე არ იყო მესამე სექტორთან, ბოლო დროს დაპატიმრებული ადამიანების ოჯახის წევრებთან. ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი შეხვედრები და ასეთი ვიზიტები დემოკრატიას არ უწყობს ხელს და შესაბამისად ისინი უარს აცხადებენ ასეთ შეხვედრებში მონაწილეობაზე.
ჩვენი პოზიცია არის ცალსახაა, რომ ასეთი შეხვედრები მხოლოდ ხელს უწყობს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ლეგიტიმაციის მოპოვებას და ამიტომ ჩვენი პროტესტი გამოხატულია სწორედ ამ მიმართულებით. ჩვენ არ ხვდებით არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არ იცავს დემოკრატიულ პრინციპებს საქართველოში, რომელიც ხმამაღლად არ საუბრობს იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში ხდება და აძლიერებს ქართული ოცნების პროპაგანდისტულ ნარატივს. ოპოზიციური პარტიებიდან კოალიცია ცვლილებისთვის აღმოჩნდა ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა და უარი გამოუცხადა ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვედრაზე. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, როგორც უკვე გითხარით, ინდივიდუალურ თუ გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ ეუთოს წარმომადგენელს. ეს ყველაფერი და ოპოზიციის უმრავლესობის შეცვლილი დამოკიდებულება და პოზიცია მართლ პარტიაში უჩენთ კიდევ უფრო მყარ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ოპონენტები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად, ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად და დამოკიდებული არიან კონკრეტულ გარე ძალის მითითებებზე. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი საერთოდ არ აღიარებენ, თუნდაც ეუთო ოდირის დასკვნა გავიხსენოთ და გავიხსენოთ ის განცხადებები, რაც ამ დასკვნის მიმართ კეთდებოდა. ეს არის რადიკალური დაჯგუფება, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა ამას გაუსვა, რომელთაც თავიანთი ხედვა არ გააჩნიათ. მათ არ გააჩნიათ საკუთარი პრინციპები. ჯერ ერთმანეთს ლანძღავდნენ, დედას აგინებდნენ ერთმანეთს, მერე უცებ ერთიანდებიან. არანაირი პრინციპები არ გააჩნიათ და კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ იმართება გარედან, მათ ყავთ თავიანთი პატრონები, ისინი როდესაც ხარ აგენტი, შენ კითხვის დასმის უფლებაც არ აქვს, რასაც ეთქვიან იმას აკეთებენ. როდესაც კოლექტიური დასმოძრაობა წინა დღეებში პირდაპირ შეურაცხყოფებით იყო გამორჩეული გენერალურ მდივნის მიმართ და ეხლა ცდილობენ რომ შეხვდნენ და შეცვალეს მათი პოზიცია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვათ, რომ ეს ადამიანები არიან პირდაპირ დავალების მიცემისგან მართულები. მიიღეს დავალება, რომ ეხლა არ ივარგებდა, რომ ეუთოს გენერალს არ შეხვედროდნენ და ამ დავალების შესასრულებლად ეხლა ცდილობენ რომ ასეთი შეხვედრა მოაწყოს. ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში მესამე დღეა ოფიციალური ვიზიტი დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფება. ბოლო 2 დღის განმავლობაში იყო არაერთი შეხვედრა ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენელთან. პირველი ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, გუშინ შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ასევე შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ასევე შეხვედრა შედგა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთანაც. მადლობა ქეთი ზანთარაია საუბრობდა კურიერის ეთერში. კიდევ ერთი თემა, რაზეც ოპოზიციაში ისევ უთანხმოების მიზეზია თვითმმართველობის არჩევნებია. კოალიცია ცვლილებებისთვის წევრის ნუგზარ ციკლაურის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება შეუძლებელი გახდა და თუ საერთო განცხადის მიღწევა ვერ მოხდება, სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე მონაწილეების რესურსი მცირე იქნება. ეს ფორმატი ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დატოვა. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც. ამ თემაზე ანუკა ბუავა მუშაობს, ის კურიერის პირდაპირ ეთერშია, გისმენთ ანუკა. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ერთ-ერთია, ვინც ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ახალმა პლატფორმამ რესურსი მისი შექმნიდან 24 დღეში ამოწურა და ნუგზარ ციკლაურმა დღეს თქვა, რომ ამის მიზეზი არის ის, რომ ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა ოპოზიციის შეჯერება მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელსაც სურდა რიგ ოპოზიციურ პარტიებს საერთო განცხადების შემუშავება. ციკლაური ფიქრობს იმასაც, რომ თუ კი ვერ მოხდება პოზიციების დაახლოება, ზურაბიშვილის პლატფორმას მონაწილე სუბიექტები ნელ-ნელა გამოეთიშებიან, თუმცა დღეს ოპოზიციაში დაადასტურეს ისიც, რომ არაპირებენ პოზიციების დაახლოებას, ვინაიდან ყველა პარტიას თავისი დღის წესრიგი და თავისი გეგმა აქვს. მაგალითად, ასეთი არის გიორგი გახარიას გუნდი, სადაც ამბობენ, რომ ერთის მხრივ ემზადებიან მუნიციპალური არჩევნებისთვის, თუმცა მეორეს მხრივ მათ არ აინტერესებს სხვა ოპოზიციური პარტიების მოსაზრებები, მოწოდებები თუ კრიტიკა. ამბობენ, რომ გადაწყვეტილებებს თავად მიიღებენ პლატფორმასთან თანამშრომლობას კი მხოლოდ ერთ დაკავებული პირების გათავისუფლების საკითხზე გეგმავენ. ზურაბიშვილის პლატფორმაზე დაწყებულ დისკუსიას სპეკულაციურს უწოდებს ლელო, რომელსაც ბუნდოვანი პოზიცია აქვს თავად თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და ისინი არ ამბობენ ამ დრომდე მკაფიოდ მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას მუნიციპალურ არჩევნებში და საარჩევნო მარათონში. ნაციონალური მოძრაობა კი, როგორც აღნიშნეთ, არის პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც იყო ამ პლატფორმის შემადგენლობაში, თუმცა ასევე პირველი, რომელმაც დატოვა ზურაბიშვილის
ზურაბიშვილის ახალი ფორმატი, ვინაიდან ამბობენ, რომ როგორც საზოგადოება ისინიც იმედგაცრუებულები არიან ყოფილი პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, მათ შორის იმით, რომ ვერ შეჯერდა პოზიციები მუნიციპალურ არჩევნებზე და მათ შორის იმითაც, რომ 31 მარტის აქციაზე ზურაბიშვილმა ერთიანობის დემონსტრირება ვერ შეძლო. აუშვებელია მონაწილეობის მიღება არჩევნებში, სადაც ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ფორმატს, იცით, რომ 31 მარტის აქციის შემდეგ, სადაც არსებობდა ძალიან მაღალი მოლოდინი კონკრეტული განაცხადის შესახებ, რამაც ხალხში საკმაოდ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ საკითხების აუცილებლობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე სიტუაციურად დაგვეტოვებინა, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის შესაძლებლობა, თუმცა ვხედავთ, რომ ამ დრომდე ასეთი აუცილებლობა არ დამდგარა. სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. სპეკულაციებს გაიგო, რომ ჩვენ არ რეაგირებთ მათ არც მოწოდებებზე, არც ბულინგზე და ჩვენ გადაწყვეტილებას ვღებულობთ დამოუკიდებლად ახალი არჩევნებისთვის. ეს იქნება ერთდროულად საპარლამენტო და მუნიციპალური თუ საპიარებული მუნიციპალური. რა თქმა უნდა, ეს მზადება ყოველთვის უნდა გქონდეს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც პლატფორმაში დარჩებით კიდევ მეორე მთავარი საკითხის გამო, რაც არის პოლიტიკური პარტნიორების გათავისუფლება. სხვა საკითხებზე ჩვენ ისედაც არ გქონდა ერთიანი პოზიცია. ქართული ოცნება, სადაც საარჩევნო სამზადისი უკვე დაწყებული არის, დარწმუნებულია მორიგი და ემზადება მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის. ქართულ ოცნებაში დღეს ისაუბრეს ოპოზიციაში შექმნილ კრიზისზეც, ამბობენ, რომ პოზიციების დაახლოება ოპონენტებს განსაკუთრებით გაუჭირდებათ, ვინაიდან ისინი დაკვეთებს და დავალებებს იღებენ უცხოელი დამფინანსებლებისგან და შესაბამისად ახლა, როგორც მმართველგუნდში ამბობენ, ელოდებიან სწორედ ახალ დირექტივებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. თუმცა უმრავლესობაში ამბობენ იმასაც, რომ ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში ოპოზიციას არანაირი პერსპექტივა არ ექნება მომავალ არჩევნებზეც და სწორედ ამიტომ ისინი ახლა ეძებენ გზებს თუ რა ნაბიჯები გადადგან მომავალში. 2028 წელსაც ქართული ოცნება გაიმარჯვებს და შემდეგ არჩევნებშიც ქართული ოცნება. ჩვენ ხო გვაქვს ნანახი ასეთი პლატფორმებით, ფანჩატურებით, გავიხსენოთ ჩალიკოს ფანჩატური, კიდევ რაღაცეები, ხო არანაირი აზრი არ აქვს. შენ როდესაც ხარ აგენტი და შენი ქმედებებით მიდიხარ ქვეყნის წინააღმდეგ. შენი ქმედებებით მიდიხარ შენი სამშობლოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ვერანაირი პლატფორმა ვერ გიშველის. როდესაც შენ სწორებას აკეთებს, გარედან რასაც გეტყვიან, ის პოლიტიკა გაატარო, ის გააკეთო, თუნდაც შენი სამშობლოს წინააღმდეგ იყოს მტრობა და ამაზე ხარ მზად, ვერანაირი პლატფორმა ვერ გიშველის. განწირული ხარ ყოველთვის მარცხისთვის და ეს რადიკალიზმი და მარგინალები ყოველთვის დამარცხდებიან. დესტრუქციული ნაწილი ოპოზიციისა მიიღებს თვითმმართველობაში არჩევნებში მონაწილეობას. ნახევარი ამბობს, რომ ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან ამ პროცესს, მაგრამ რა თქმა უნდა, ერთი ნაწილის და მეორეს მომხრეს და მოწინააღმდეგეს ელოდება გარედან რა დაკვეთა მოვა და იმის მიერ იმოქმედებენ. თუმცა ნაწილი მაინც ქუჩაში ალბათ ადგილს მაინც მოიტოვებს, რომ ქუჩაშიც იყვნენ და შიგნითაც შემოვიდნენ, მაგრამ საზოგადოება მათ აუცილებლად საკადრის პასუხს არჩევნების გზით გაცემს. ვინც მონაწილეობას მიიღებს, იმის შედეგიც იქნება აბსოლუტურად მინიმალური, რაც მათ ვერანაირ ბერკეტს ვერ მიცემს, რომ საკუთარი ავიზრახები განახორციელონ და ის ვინც ქუჩაში იქნება, ვერც ქუჩის აქტივობით ვერ მიაღწევენ შედეგს, რომ ერთის და მეორე ნაწილის უშედეგობისთვის არის განწირული. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ოპოზიცია სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ვინაიდან არჩევნები 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული და შესაბამისად მერებსა და საკრებულოების წევრებს ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ. მადლობა, ანუკა ბუავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.
მეორე დღეა პოლიტიკური განხილვის თემა ზარი რუსეთიდან, რომლის ავტორებიც ეგრეთ წოდებული პრანკერები არიან, ადრესატები კი ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი სახალხო დამცველი. სალომე ზურაბიშვილს და უჩან ანუაშვილს ზარის ავტორები პეტრო პოროშენკოს და გარი კასპაროვის სახელით გაეცნენ. შემდეგ კი საუბარი გაგრძელდა საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და ოპოზიციის დახმარების გზებზე. სალომე ზურაბიშვილმა საუბრისას დაადასტურა, რომ ახლა ოპოზიციას თანხები აკლია და რომ დაფინანსება USAID-დან და ევროპული ფონდებიდან მოდიოდა. დღეს თემაზე ბრიფინგი გამართა უჩან ანუაშვილმა, რომელიც პრანკერების ზარს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ბევრი ფაქტი ფალსიფიცირებული და დამახინჯებულია. მართულ გუნდში კი აცხადება, რომ ნანუაშვილისა და ზურაბიშვილის განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რა მიზნებისთვის იხარჯებოდა საქართველოში დასავლეთიდან შემოსული თანხები. სიუჟეტი, რომელიც გავიდა რუსულ პირველ არხზე, პუტინის მთავარ არხზე მოსკოვში, არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული. ორიგინალში აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი. საუბარია გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების მიმდინარეობის დროს ეგრეთ წოდებული ტიტუშკების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში. რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა ჩატარდეს ამასთან დაკავშირებით, უნდა დადასტურდეს მისი ნამდვილობა. მათი ქმედება ადასტურებს შესაძლო ამ საუბარს. ყოველთვის ცდილობენ დესტრუქციას, ყოველთვის ელოდებიან გარედან რა დირექტივას მიიღებენ, დაფინანსებას, USAID-დან დაფინანსების აღიარება, ეს არის მხოლოდ მათი მხრიდან. თავად ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ USAID-ის თანხები ძალიან ხშირად იხარჯებოდა ქვეყნებში, რომლის ადგილობრივ ინტერესებს არ შეესაბამებოდა. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმისა, რომ ის პროცესები, რაც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში, ყველაფერი გარედან და უცხოეთიდან იმართებოდა. თანხები, რომელიც შემოედინებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, დეკლარირების გარეშე, ეგრეთ წოდებული შავი ფული, რა თქმა უნდა, მიემართებოდა პოლიტიკაში, იხარჯებოდა იმისთვის, რომ მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს ჩვენ და ის გუშინდელი ვიდეო ჩანაწერიც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს უსამშობლო მოღალატეები, რა თქმა უნდა, პირდაპირ ჩართული არიან სახელმწიფო აღირავების თემაში, პირდაპირ ასრულებენ გარედან ბრძანებებს, დავალებებს. სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა. მისი განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითად საკითხებზე სრული თანხმედრა აქვს. ლევან დავითაშვილმა დელეგაციასთან ერთად შეხვედრები გამართა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან, მათ შორის კომერციისა და სახაზინო დეპარტამენტებში. ჩვენ ქონდა ორხრივი შეხვედრები ახალ ადმინისტრაციასთან, ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრები, რომელიც გაიმართა სახელმწიფო დეპარტამენტში. ორხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხო პოზიტიურ დღის წესრიგს, რომელიც ორ ქვეყანას შორის იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე პოლიტიკურ პერსპექტივებზე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ახალ ადმინისტრაციას და საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია თანხმედრა, სრული თანხმედრა ძირითადი საკითხების მიმართ და ჩვენ ხედებში და იდეოლოგიაში თანხმედრა დაგვეხმარება იმაში, რომ პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგი ავაწყოთ. შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, შეხვედრები გაიმართა სოფლიო ბანკის მენეჯმენტთან, ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო საინვესტიციო კომპანიებთან და ინვესტორებთან, რომლებიცაც დიდი დაინტერესება აქვთ საქართველოს ეკონომიკისადმი, საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდისადმი და ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრებისადმი, რომელმაც აჩვენა ძალიან დიდი წინსვლა ბოლო 4 წლის განმავლობაში. ვაშინგტონში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებს შეხვდნენ. მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. საუბარი ასევე შეეხო გლობალურ გამოწვევებს და რისკებს. დელეგაცია აგრძელებდა შეხვედრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, კერძოდ შევხვდით აღმასრულებელ დირექტორს და ალტერნატიულ დირექტორს, ვესაუბრეთ საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, სამომავლო თანამშრომლობაზე და ასევე შემდგომ მისიაზე, რომელიც ჩამოვა საქართველოში უახლოეს პერიოდში და გვექნება უფრო საგნობრივი დისკუსია შემდგომი თანამშრომლობის ძირითადი პარამეტრების თაობაზე. სასიამოვნო იყო გაზაფხულის შეხვედრების კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან
ქვეყნებთან შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ეკონომიკური სიტუაცია, ასევე გავცვალეთ მოსაზრებები გლობალური მოვლენების შესახებ და იმაზე თუ რა გავლენას ახდენს ჩვენს ჯგუფში შემავალ ქვეყნებზე. და ბოლოს განვიხილეთ მეოთხე მუხლი, რომელიც ივნისში იგეგმება და მოუთმენლად ველი ამ დროს თბილისში ვიზიტს. ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ციცრუაა ხელისუფლების ოპონენტების ინფორმაცია ბიუჯეტის პირველი კვარტლის მონაცემებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისია. მინისტრის მოადგილემ განცხადება შტატებში გააკეთა, ის სპეკულაციებზე საუბრობს და განმარტავს, რომ რეალურად შემოსავლებისა და გადასახადების კომპონენტში სახელმწიფო ნაერთი ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლის 102%-ით შესრულდა. ბიუჯეტის შესრულებას დღის მდგომარეობით არანაირი შეფერხება არ აქვს და პირიქით გადაჭარბებით არის შესრულებული და ნებისმიერი მცდელობა იმისი რომ წარმოუჩინოთ თითქოს ბიუჯეტში რაიმე პრობლემატურია, ეს არის მხოლოდ დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეგნებულად მოტყუება. მინდა უფრო დეტალურად შევეხო გადასახადებსაც, იყო DGG-ზე თავიდან რომ DGG ვერ სრულდებოდა, თუმცა ნახეთ რომ საბოლოო ჯამში DGG შესრულდა, ზუსტად იმდენით არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით, რამდენითაც დაგეგმილი გვაქვს 2025 წლის ბიუჯეტში. შემდგომ გარკვეული აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, თითქოს შემოსავლების სამსახური თხოვს კომპანიებს რომ წინასწარ გადაიხადონ გადასახადები, რაც რა თქმა უნდა აბსურდია, მსგავსი რამ ვერ შეიძლება მოხდეს და ვერ მოხდება, რაც სხვა გადასახადებში შეიძლება ითქვას ეს არის ხელფასთან ერთად რა თქმა უნდა კომპანიები იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რომელიც ხდება თავდაპირველად სხვა გადასახადებში და ეს უკვე 15 რიცხვში, მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში. პარლამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც უცხოელთა მიმართ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გულისხმობს. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში კომიტეტებს უკვე გადაეცა. ინიციატივის მიხედვით დგინდება სასჯელის ახალი სახე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. შესაძლოა ეს იყოს როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელი. კონკრეტულად რას ითვალისწინებს ინიციატივა, კესო ქაფიანიძე გვეტყვის დეტალებს. კესო ეთერში ხარ. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გადაუგზავნა საკანონმდებლო ორგანოს კანონი და სასჯელი მკაცრდება იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დაარღვევენ საქართველოში კანონს. სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩნდება სასჯელის ახალი სახე, უცხოელი ქვეყნიდან იქნება გაძევებული და ასევე გარკვეული პერიოდით მას შეეზღუდება საქართველოში შემოსვლა, ასევე ცვლილებათა პაკეტი შეეხება საქართველოში მყოფ არალეგალ მიგრანტებსაც. ცვლილებები მიზნად ისახავს მათ შორის ახალი სასჯელის სახის შემოღებას, რაც გულისხმობს უცხოელის ქვეყნიდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება სახდელის ახალი სახე, ეს არის ქვეყნიდან გაძევება პირის და ასევე შემოსვლის აკრძალვა. აღნიშნული სახდელი გამოყენებული იქნება იმ პირების მიმართ, ვინც ქვეყანაში უვიზოთ ყოფნის პირობებს დაარღვევს, ასევე იმ პირების მიმართ, ვინც ჩაიდენს წვიმა ხულიგნობას, პოლიციის წინ დაუმორჩილებლობას ან სხვა ქმედებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების ვადები და პირობები იმ პირებისათვის, ვინც დაუსაბუთებლად მოითხოვს ქვეყანაში თავშესაფარს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება გადაწყვეტილებების ჩაბარების წესს და ინერგება ახალი ელექტრონული სისტემა გადაწყვეტილების ჩაბარების, რაც გულისხმობს იმას, რომ გამარტივდება კონკრეტული ვადების გამოთვლა, რასაც ხშირ შემთხვევაში უცხოელები იყენებდნენ ქვეყანაში დარჩენის მიზნებისათვის. ვფიქრობთ, ეს არის საკმაოდ მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან და მიზნად ისახავს ქვეყანაში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას. ოპოზიციაში შეფასებები არაერთგვაროვანია, თუმცა ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ აღნიშნული ცვლილებების პაკეტი ეროვნული უსაფრთხოებისთვის და გამოწვევების პრევენციისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ ახლა ნებისმიერ დამნაშავეს რომ უნდა შეეზღუდოს ქვეყანასთან ურთიერთობა, თუ ეს არის განსაკუთრებულად მძიმე დანაშაული, ბუნებრივია ხა ამის საწინააღმდეგო რა უნდა გქონდეს. თუ ამას არ აქვს რაიმე სხვა პოლიტიკური კონტექსტი, რასაც არ ვიცნობ სამწუხაროდ, მაგრამ დამნაშავე თუ ეს არის უცხო ქვეყნის დამნაშავე, ბუნებრივია ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მკაცრი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, მათ შორის უცხოელების მიმართ. ჩვენი ქვეყნის ინტერესია, რომ სუვერენიტეტი იყოს ძლიერი და ყველა, ვინც არცემს ჩვენი ქვეყნის
მარცეს რიგს პატივს. არცემს ჩვენს ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობას, არცემს პატივს ქართულ ხალხს და პირდაპირ მაგალითად მონაწილეობენ ძალადობრივ აქციებში, უხეშად არღვევენ კანონმდებლობას. ასეთი ადამიანების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ჩვენი ქვეყნიდან გაძევების საშუალება და მექანიზმი და ისევ რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ცვლილებების პაკეტი საკანონმდებლო ორგანოში ბიუროზე უკვე დარეგისტრირებულია, სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე სამივე მოსმენით იქნება კანონი მიღებული. მადლობა, კესო ქაფიანიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საკალათო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის და მასთან ერთად დაკავებული 10 პირის პროცესი გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით დღევანდელი პროცესი გაიხსნა და მას დაკავებულების ახლობლების დაესხნენ. ეს ადვოკატების შუამდგომლობა იყო. პროკურორმა და ადვოკატების ნაწილმა დღეს შესავალი სიტყვა თქვა. გამოძიება საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედაება. მექნება თხოვნა, რომ იქნებ დავასვათ ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები ამას ხდომას. ეს არის ჩვენი ის მინიმალური შესაძლებლობა, სადაც შეგვიძლია ეს ადამიანები უბრალოდ დავინახოთ. მოდიოდა აგრესია დამსე საზოგადოების მხრიდან სასამართლოს ხმის მონაწილეების მიმართ, მათ შორის იყო მუქარად შეუღრმავყოფელი სიტყვებით, რეპლიკებით და სწორედ აღნიშნული შემდეგ იქნა გადამიღებული გადაწყვეტილება, რომ ასხდომა ნაწილობრივ დახურულიყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ კვლავ ამ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს სასამართლო განხილვა და არ უნდა დაკმაყოფილდეს დაცვის ხარის შუამდგომლობა. მოცემულობთან შუამდგომლობას დააკმაყოფილებს სასამართლო, მისცემს განსაკუთრებულებს შემოსვლის საშუალებას და დასწრების საშუალებას. ამასა რა თქმა უნდა შემოსვლის შემდეგ განმარტებასაც გააკეთებს სროლების წარმართებასთან დაკავშირებით. ხმაური დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის ნიკა კაციას პროცესი. დღეს დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე. პოლიციელი, რომელიც ნიკა კაციას დაკავებაში მონაწილეობდა, მას სხდომის შემდეგ კაციას მხარდამჭერები სასამართლოს დერეფასა და ეზოში შეძახილებით გაყვნენ. ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლით აქვს წარდგენილი, დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დღეს იქნა მოწმის სტატუსით დაკითხული სასამართლოზე პირად ჩხრეკაში მონაწილე პირი. მოწმემ ვერ მიუთითა ის კონკრეტული დეტალები, ადგილმდებარეობები, რომელიც საჭირო იყო და ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი დაცვის მხარისთვის. ფაქტების მოცემულობა ერთობლიობაში იძლევა ძალიან განსხვავებულ, ასე ვთქვათ, შეფასებას, ვინაიდან მიღებული ინფორმაცია და ჩატარებული პირადი ჩხრეკა არსებითად ცდება ერთმანეთს. სავარაუდოდ მოწმემ არ მისცა სწორი ინფორმაცია სასამართლოს, თუმცა ამას ბოლოს უკვე შემაჯამებელი გადაწყვეტილება ცხადყოფს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით 6 პირი დააკავა. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი, მეთადონი, ჰეროინი და მარიხუანა, ასევე ფული და ელექტროსასწორები. დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოში უკანონო ჩემოტანის ფაქტზე. აჭარის პოლიციამ შემოსავლების სამსახურის საბეჭდო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად თურქეთის მოქალაქე აიყვანა. სარფის ტერიტორიაზე მას ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 1581 კაფსულა აღმოუჩინეს. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი დააკავა აჭარაში. ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს ბათუმში მდებარე მასაჟის სალონში ფარც გარკვეული თანხი სანაცვლოდ პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდა. ჩინეთის მოქალაქეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რუსთაველის გამზირზე ძველი ფოსტის შენობაში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით ცეცხლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გაჩნდა და სახურავზე სამშენებლო მასალას აეკიდა. იყო დაკვამლიანება, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რუსთაველის განცხადეს, ხანძარი ახლა ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თავდასხმა კიევზე დაღუპულია 9 ადამიანი, დაშავებულია 60-ზე მეტი, მათ შორის 6 ბავშვია. დედაქალაქ საოკუპაციო ძალებმა დრონები და ბალისტიკური რაკეტებით შეუწყეს. სხვადასხვა ადგილას მასშტაბური ხანძარი ამაშორები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. კანგასში იყო ქვეყნის 8 რეგიონში. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმას შავი ზღვის აკვადორიიდან განხორციელდა. უკრაინისთვის ვითარება სავალალოა ზელენსკის აქვს არჩევანი ამ მშვიდობა ან კიდევ სამწლიანი ომი და მთელი ქვეყნის დაკარგვა აცხადებს ტრამპი. სოციალურ ქსელში ამერიკის პრეზიდენტმა განცხადება ლონდონში გამართული მოლაპარაკების შემდეგ გამოაქვეყნა. მისი თქმით, ზელენსკი ტრაბახობს, რომ უკრაინა არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას, ეს პოზიცია კი საზიანოა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. უკრაინის პრეზიდენტის წამქეზებლური განცხადებები ართულებს ომის დასრულებას. მას არაფერი აქვს სატრაბახო. მისი განცხადება არაფერს მოიტანს გარდა სიკვდილის ველის გახანგრძლივებისა. დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა. ტრამპის კრიტიკას ზელენსკიმ უპასუხა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ამონარიდი ყირიმის დეკლარაციიდან, სადაც 2018 წელს ამერიკა აღიარებს ყირიმის ანექსიას. ბევრმა თქვა, რომ რუსეთს მთელი ტერიტორიის მიტაცება სურდა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ რუსეთთან შეთანხმება გვაქვს. ზელენსკისთანაც უნდა მივახციოთ შეთანხმებას. იმედი მქონდა, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნებოდა. ამ დრომდე ეს უფრო რთული აღმოჩნდა, მაგრამ არ აუშავს. მე მხოლოდ ომის დასრულება მინდა, არ მაინტერესებს ორივე მხარე ბედნიერია თუ არა, მთავარია ორივე მხარე შეთანხმდეს. მე არ მყავს ფავორიტები, მე მინდა შეთანხმებას მივახციო, მინდა სიცოცხლეები გადავარჩინო. გერმანიის სასამართლომ გაყალბებული ფოტო შარჯის გამო ჟურნალისტს 7 თვიანი პირობითი სასჯელი, მაღალი ჯარიმა და ბოდიშის მოხდა დაავალა. სტატიას ეკონომისტი აცოლებს. გამოცემა წერს, რომ გასულ წელს ჟურნალისტმა დავიდ ბენდელსმა გაყალბებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერია გამოსახული. ფოტოზე მას ხელში პლაკატი უჭირავს წარწერით „მე მძულს აზრის თავისუფლება“. ეკონომისტი წერს, რომ მსგავსი სურათები სოციალურ ქსელში უამრავია, თუმცა ფეზერმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ ბენდელსის ბრალდება სიმართლეს შეესაბამება. მან იცვლა და ამ თვის დასაწყისში სასამართლომ ბენდელს 7 თვიანი პირობითი სასჯელი, მაღალი ჯარიმა და ბოდიშის მოხდა დააკისრა. ეკონომისტი ასევე წერს, რომ ის 1995 წლიდან გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ცილისწამება და შეურაცხყოფა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, თუ ის პოლიტიკოსებს საჯარო სივრციდან წასვლას აიძულებს. 2021 წელს პოლიტიკოსებმა სოციალურ მედიაში შეურაცხყოფისა და დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ კანონები გაამკაცრეს. ახლა სასამართლოს შეუძლიათ პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხყოფა განსაკუთრებით მკაცრად დასაჯოთ. ბენდელსის შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ ფოტოზე ადამიანი ვერ მიხვდებოდა, რომ ფეზერის სურათი გაყალბებული იყო, წერია სტატიაში. 151 ადამიანი დაშავდა სტამბოლში მიწისძვრის დროს. ბიძგების სიმძლავრემ 6 მაგნიტუდაზე მეტი შეადგინა. სეისმოლოგების ინფორმაციით რყევები 127 ჯერ განმეორდა. ეპიცენტრი იყო მარმარილოს ზღვაში, სტამბოლიდან 60 კილომეტრში. მედია წერს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს იყო ყველაზე ძლიერი მიწისძვრა რეგიონში. ნიუ-ჯერსიში ტყე იწვის. ეს არის ბოლო აწლევლების ყველაზე მასშტაბური ხანძარი. ქარი ცეცხლის გავრცელებას უწყობს ხელს. დამწვარია 13,000 ჰექტარზე მეტი. ევაკუირებულია 5,000 ადამიანი. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 1000-ობით მოქალაქე. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ქაშმირში ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ინდოეთმა პაკისტანთან მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა და დიპლომატიური ურთიერთობები შემცირა. ოფიციალური დელის განცხადებით ქვეყანა ინდის წყლის შეთანხმებაში მონაწილეობას აჩერებს. 1960 წლის შეთანხმება პაკისტანს რამდენიმე მდინარის გამოყენების უფლებას აძლევს. ინდოეთმა პაკისტანს მოსთხოვა შეწყვიტოს სასაზღვრო ზონაში ტერორიზმის მხარდაჭერა. ამას კატეგორიულად უარყოფს ისლამაბადი. ვატიკანში პაპს ემშვიდობებიან. წმინდა პეტრეს მოედანზე 1000-ობით ადამიანი რიგში დგას, რომ წმინდა პეტრეს ტაძარში შევიდეს და პონტიფიკოს დაემშვიდობოს. დაკრძალვის ცერემონია 26 აპრილს გაიმართება. პაპის ხედარს მისივე ანდერძის თანახმად ვატიკანის გარეთ მდებარე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენებენ. ცერემონიას დაესწრებიან მსოფლიო ლიდერები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, იტალიის პრემიერი და ევროკომისიის პრეზიდენტი. დაკრძალვას დაესწრება მიხეილ ყაველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად.
სიმბოლურ ფასად ერთგვარად მერიამ საცხოვრებელი ფართები ამჯერად 30 ოჯახს დაუკანონა. გლდანის, ნაძალდევის, დიდუბის და ვაკის რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კახა კალაძემ გადასცა. პროგრამის ფარგლებში 2017 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართებით 3300-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვაც ეტაპობრივად მიმდინარეობს. სამარ კალმახელიძე. დავადავით ამარი. 30 ოჯახი დავაკმაყოფილეთ საცხოვრებლით, რომელსაც დაუკანონდა ეს ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული პროგრამით 3000-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია. ასობით მილიონი ლარის ქონება, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე იყო გადავიდა კერძო საკუთრებაში. ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ პროგრამას, რომელიც მართლა წარმატებული არის და გვინდა ყველა ის ოჯახი, ყველა ის ადამიანი დავაკმაყოფილოთ და დავეხმაროთ, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას. ეს ფართები არის ის ფართები, რომლებშიც ათეულობით წლებია ცხოვრობდნენ ეს ადამიანები, თუმცა გარკვეული ვთქვათ გარემოებებიდან გამომდინარე, მათ ვერ დაიკანონეს მთელი ამ წლების განმავლობაში, ვერ მიიღეს საკუთრება ამ ფართზე და დღეს უკვე 3060 ოჯახამდე უკვე არის საკუთრების მესაკუთრეები. რაც შეეხება პროგრამას გრძელდება, რა თქმა უნდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით ქვეყანაში დაფიქსირდა საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი. რაოდენობამ 959,000 მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია. გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებიც, რაოდენობა იყო 1,315,000-მდე. შესაბამისად, გაზრდილია შემოსავლებიც, რაც 826 მილიონს აღწევს. ეს 42,8%-ით მეტია 2019 წლის მონაცემებზე და 2,3%-ით მეტი შარშანდელთან შედარებით. ჯორჯიან ეროესმა თბილისიდან ფორლის მიმართულებით პირდაპირ ფრენები დაიწყო. პირველი რეისი დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესულდა. რეისის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო ღონისძიება. ფრენები ფორლის მიმართულებით კვირაში ერთხელ ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. ჯორჯიან ეროესი აფერთოებს ევროპის მიმართულებებს. დღეიდან იწყება პირდაპირ რეისები ფორლი თბილისის მიმართულებით, რომელიც შესრულდება კვირაში ერთხელ ყოველ ხუთშაბათს. 26 აპრილიდან კი იხსნება თბილისი-რომის მიმართულება, რომელიც შესრულდება კვირაში ორჯერ ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს. არსებული სამი სიხშირის გათვალისწინებით, რომელიც პირდაპირ რეისები სრულდება თბილისსა და მილანს შორის, პრაქტიკულად ჩვენ მგზავრებს მივცემთ საშუალებას ყოველდღიურად გამოიყენონ საჰაერო სივრცე საქართველოსა და იტალიას შორის. ჯორჯიან ეროესი არის ერთადერთი ქართული ავიაკომპანია თბილისის საავიაციო ბაზარზე, რომელიც ევროპის 9 მიმართულებებით გაფრინავს. აღნიშნული მიმართულება ხელშეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას საქართველოში. ასევე წელს ჰქონდა რამოდენიმე სასიამოვნო სიახლე ევროპის მიმართულებით. 4 ახალი ფრენა დავამატეთ, ასევე ცოტა ხანში დაგვემატება იარ სერბიას პირდაპირ ფრენა. ეს კავშირი კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთობას ხალხებს შორის. გამარტივდება ქართველების იტალიაში და იტალიელების საქართველოში ჩამოსვლა. გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ბიზნესს, გააუმჯობესებს ეკონომიკას. მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ყვარელში მდებარე რძის ფერმა ყვარლის ბაგაჟში ღია კარის დღე ჩატარდა. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ წარმოების პროცესს, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა სივრცისგან შედგება. საწარმოო ფუნქციონირება 2014 წლიდან დაიწყო. აქ სხვადასხვა კომპანია ყოველდღურად 45 ტონა რძეს ყიდულობს. მათ შორის არის სანტე და სოფლის ნობატი. საწარმოს მფლობელის ლაშა პაპაშვილის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესის გამჭვირვალობა. ღია კარის დღეები ყოველთვიურად გაიმართება. რამოდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, სწორედ ეს წარმოებები მაქვს ნანახი და არაფრით არ ჩამოუვარდება და მე მინდა რომ კიდევ ერთხელ ჩემი სურვილი იქნება რომ კიდევ უფრო განვითარდეს ესეთი წარმოებები საქართველოში და მთავარი მიზანი უნდა იყოს რომ სახელმწიფო დაეხმაროს სწორედ ასეთ ფერმერებს, რომ ბევრი ასეთი ფერმერული მეურნეობები გქონდეს. რამე თუ ახლა მე რა წარმოებაც ვნახე, იმიტომ რომ რაღაც 20 წლის წინანდელი ვეტერინარიული შეხება მქონია მე თვითონ და ვნახე რომ აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება ნორმების და სტანდარტების დაცვით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფერმა ოპერირებს თანამედროვე სტანდარტებით, დავათვალიერეთ წარმოების სრული პროცესი, მათ შორის ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საამქრო,
სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლს რაც შეეხება, სააგენტო კონტროლს ახორციელებს ფერმიდან სუფრამდე ჯაჭვის ყველა ეტაპზე, მათ შორის პირველად წარმოების დონეზე. აქვე აღნიშნა, რომ 2023 წელს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც გათანაბრებულია ევროკავშირის დადგენილებასთან და არეგულირებს ცხოველის საკვების, ბაზარზე განთავსების და მოხმარების წესს. ამ მიმართულებით დარღვევები არ იკვეთება. ყველა პროცესი, რაც კი ინტენსიური მერზეული ფერმის ყოველდღიურ ცხოვრებას შეიძლება დაენახა არაპროფესიონალს ნახეთ. მე გამოვაცხადე, რომ ეს წელიწადი იქნება პერმანენტულად ღია კარის დღეებით 45 ტონა იყიდება ყოველდღიურად. აქედან უმსხვილესი მოხმარებელი არის სანტეზის პროდუქტები, შემდეგი არის სოფლის ნობათი, აგროჰაბი და ზის ლაბორატორია. ჩვენი რაოდენობები თუ არ მეშლება დაახლოებით 32-35 ტონა იყო გასულ წელს, 23 წელს უпроსტად და 24-ში ავიდა 45 ტონამდე. წაჩხურობა აღნიშნეს მარტულში. ტრადიციულად აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს სალხინოში წაჩხურუს მთავარანგელოს სასახელობის ეკლესიაში მეუფე სტეფანემ ლიტურგია ჩაატარა, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მრევლი დაესწრო. წყვილებს აკვნები ჩააქვთ, რომელსაც წირვის ბოლოს სასულიერო პირები აკურთხებენ. მე ჩემ ძმის გამომოვედი აქ. ყველას ვინც ვინატროს და არის, ყველას აუსრულდეს ეს ნატრო და ოცნება. გაიხარეთ, მადლობა თქვენ. მე 20 წელია გათხოვილი ვარ. 13 წელი არ მყავდა. და ეხლა მყავს უკვე 7 წლის ბავშვი. შემოვედით ეხლა სამადლობელად, მადლობის სათქმელად. პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის საინაუგურაციო ბიბლია და საქართველოს კონსტიტუცია ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმში განათავსა. ბიბლიის საინაუგურაციო ეგზემპლარი ილია მეორის ლოცვა კურთხევით სპეციალურად დამზადდა და დეკემბერში პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიისთვის პარლამენტს გადაეცა. ბიბლია შემკულია დავით კაკაბაძის სახელოსნოში დამზადებული ხელნაკეთი ქართული ტიხრული ფილიგრანით. ფიცის დადების ცერემონიისთვის გამოსცა პარლამენტმა საინაუგურაციო კონსტიტუციაც. 29 დეკემბერს საფუძველი ჩააყარა ტრადიციას, რომ პრეზიდენტები ფიცს საინაუგურაციო ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადებენ. ქართული სიმღერა საქართველოს ბათუმის კულტურის ცენტრში ანსამბლების გაერთიანების კონცერტი გაიმართა. ფორტე, ქართული ხმები, შვიდკაცა, ალილო და თეატრალური კვარტეტი მსმენელის წინაშე ახალი და უკვე ცნობილი ნაწარმოებები წარსდნენ. პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სხვადასხვა ქალაქში სრულდება. ანსამბლთა გაერთიანება ქართული სიმღერამ წარმოგიდგინა ქართული სიმღერის საღამო ქალაქ ბათუმში. ძალიან მიხარია, რომ ეს კონცერტი ამ კონცერტს უმასპინძლა სწორედ ბათუმმა. ისიამონა ჩვენმა ბათუმელებმა, არა მხოლოდ ბათუმელებმა, ჩვენი ქალაქის სტუმრებმა. ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ჩემი ქალაქია და მაყურებლის ოვაცია, მაყურებლის დამოკიდებულება ყოველთვის გულწრფელია და ყოველთვის ძალიან ამაღლებულია. ყველაზე მეტად ბათუმში ვნერვიულობ, იმიტომ რომ ჩემი ქალაქია, მაგრამ ბიჭებმა ყველა ანსამბლმა გაართვა თავი ამ ურთულეს ამოცანას. ყოფობდით ქალაქ ბათუმში, ჩვენს უსაყვარლეს ქალაქში, სადაც გაიმართა ანსამბლების გაერთიანება ქართული სიმღერის მორიგი კონცერტი, სოლო კონცერტი, რომელიც მოიცავს პროექტს ქართული სიმღერა საქართველოს და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ უკვე რიგით მეორე კონცერტი ჩავატარეთ. პირველი კონცერტი გახსოვთ რუსთავში, დღეს ბათუმში. შემდეგი კონცერტი იქნება საჩხერეში, ასევე კონცერტი იქნება ჩოხატაურში და ქალაქ თელავში. ეს იყო ბოლო ინფორმაცია კურიერი გემშვიდობებად 6 საათამდე. თქვენ კი შეგიძლიათ დღის სხვა ამბებს გაიცნოთ ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავი 2.წერტილი.